მოგესალმებით ყველას და წარმოგიდგენთ პროგრამა ინფორმატორს. ნახოთ როგორ დაიწყო ახალი 2005 წელი ქართული და უცხოური შოუ-ბიზნესისათვის. გიგა კვენეტაძე შეიძლება ითქვას ერთადერთი მუსიკოსი აღმოჩნდა, ვინც ახალი წლის შემდეგ ასე მალე ჩაერთო შემოქმედებით პროცესებში და ის საკუთარ სტუდიაში ახალი სიმღერის ჩაწერას შეუდგა. სიმღერაზე, რომელზეც მუშაობა ფაქტიურად დასრულებულია, რა თქმა უნდა, ვიდეოკლიპის გადაღებაც იგეგმება და მას მაყურებელი მალე მიიღებს. მუშაობ ახალ სიმღერაზე, რომელზეც მე ეხლა დავამთავრებ ფაქტიურად ამ სიმღერას, მინდა გადავიღო კლიპი და ამაზეც დაწყებული არის მუშაობა. გიგას უახლოეს გეგმებში მეორე ალბომის გამოშვებაც შედის. ასე რომ გიგა თვლის, საკმაოდ წარმატებული 2004 წლის შემდეგ არანაკლებ წარმატებული უნდა იყოს ახალი 2005 წელიც. ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო წელი, როგორც მომხრილისათვის, ასე როგორც შემოქმედისათვის. ამ წელიწადში დაიწერა ჩემი მხრივ ბევრი სიმღერა, გაკეთდა კლიპები და ასევე როგორც ყველას მოიხსენება, იყო ჩემი სოლო კონცერტი სპორტის სასახლეში. ასე რომ მე 2004 წელს არ ვენდური, ასე რომ ვთქვათ, და მინდა რომ ამ ტემპით გავაგრძელო 2005 წელშიც და დატვირთვა იყოს ორმაგი, ასე რომ ვთქვათ. კარგი იყო 2004 წელი და მინდა უკეთესი იყოს 2005. რაც შეეხება ახალ წელს პირველად გიგამ ეს დღე სცენაზე აღნიშნა. მე მომიწია ახალი წლის შეხვედრას, ისევ საქართველოში იყო, სხვა კუთხეში ეს იყო ოზურგეთი, სადაც მე იყო ჩემი ასე ვთქვათ სოლო კონცერტი და ასევე იყვნენ ის სხვა მომღერლებიც, რომლებიც დღეს ჩემს გვერდით იყვნენ. სხვადასხვა მომღერლებმა ზურადო იჯაშვილმა და მამუკა ონაშვილმაც ძველი წელი კონცერტით გააცილეს. მე და მამუკა წავედით თელავში და ძალიან რა ვიცი, გახარებული ვარ, რომ აი პირველი ახალი წელი იყო. შარშან ახალი წელს ვიყავით ტელ-ავივში და წელს ვიყავით თელავში. და ეს დამთხოვაა, მაგრამ უბრალოდ წავედით, იქ იყო ესეთი კონცერტი, სადაც ჩვენ ვიმღერეთ და ჩამოვედით უკან და შევერთით ისევ ჩვენ ოჯახებს, ჩვენს მეგობრებს. მამუკასთვის და ზურასთვის 2005 წელი საკმაოდ შემოქმედებითად დაიწყო და ისინი უკვე საგასტროლო სამზადისში არიან. ჩვენ მომღერლები ფაქტიურად ესპანეთში გამგზავრების წინ ჩავწერეთ და როგორც გავიგეთ, ისინი სპეციალური მიწვევით იქ ცხოვრები ქართველებისთვის საახალწლოდ რამდენიმე კონცერტს გამართავენ. ეს მე და მამუკა და ჩვენი მეგობრები კიდევ მივფრინავთ ღამე ისო ქართველებთან, რომლებიც არიან იქ და მოწყურებული არიან ეს ქართული სიმღერის მოსმენით და აი მე ვიდივართ იმ ხალხის გასახარებლად. თემურ ცხილაძემ ჯერ კიდევ 2004 წლის ბოლოს საკუთარი ფანებისათვის ახალი, რიგით მეორე ალბომი გამოუშვა, რომლის შესახებ მან განაცხადი ახლა გააკეთა. მეორე დისკი გამოუშვი ჩემი, ისე იგი ახალი წლის ძველი წლის ისე იგი 29-ში გამოვიდა, ჯერ კიდევ უკვე შარშან მოვასწარით, რომელსაც ქვია შავი კატა. Ну, მაგ შავ კატაში არის 1 2 3 ისეთი სიმღერა, რომელიც ხალხს ახსოვს, მაგრამ არ ყოფილა წინა დისკზე, ეს არის გულებო, ჯუმი ზაფხულის, დარჩენი ახლებია, ახალი სიმღერები. ალბომი საკმაოდ ორიგინალური სახელწოდებით, როგორც თემო გვპირდება, ისეთივე სახალისო და გასართობი იქნება, როგორც მისი რეპერტუარი. ამიტომ შავმა კატამ არ დაგაბნიოთ. როიძახე რომ შავი კატა მოგიდანსო ზიანსო, მე მაგას უარყოფ, იმიტომ რომ შავი კატა, ჩემი შავი კატა მოგიდან სიამოვნებას დამიჯერე და მესამეც ერთი უბრალოდ ძალიან კაი სიმღერა მაქვს იქ ერთი შავი კატა და ბევრი აღარ მიფიქრია, დავარქეთ შავი კატა. ეს ალბომი არ არის ის ერთადერთი სიახლე, რომელსაც მუსიკოსი ამ უახლოეს დღეებში შესთავაზებს ფანებს. სულ მალე ის მზადებას მორიგი სიურპრიზისთვის დაიწყებს, რისთვისაც იგი საქართველოს საზღვრებს გარეთაც აპირებს გამგზავრებას. მოსკოვისკენ ვაპირებ გეზის აღებას, ოღონდ უფრო სხვანაირი გეზის აღებას, აქ რაღაც კაი სიურპრიზი გიმზადებთ და აი ამ სიურპრიზს, რომელსაც აქეთ ვამზადებ, ხო? დაჭირდება ხშირად მოსკოვისკენ სირბილი, იქით, აქეთ და ამიტომ
ქალბატონ გულიკო ჭანტურიასთვის, რომელიც ქართულ მუსიკალურ სივრცეში წარმატებით ინარჩუნებს საკუთარ სტილს და ის დღემდე ჯაზ მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება, 2004 წლისგან განსხვავებით განსაკუთრებული გეგმებით იწყება ახალი 2005 წელი. სულ მალე ჯაზის მოყვარულები მის პირველ ალბომს მიიღებენ, რომელშიც ჩარშა სამეფო უბნის თეატრში გამართული ცოცხალი კონცერტი შევა. ამ თვის ბოლომდე უნდა აუცილებლად გამოვიდეს ჩემი ალბომი. ჩემი პირველი ალბომი იქნება და სახელწოდებით Like You. ალბათ ჩემო თაყვანისმცემლებმა იციან აი იმ სიმღერიდან ერთადერთი კლიპი მაქვს გაკეთებული აი ამ სიმღერაზე Like You. აი ამ სათაურით იქნება არის ერთი ბლუზი არის და კიდევ ერთი პატარა სიმღერა ანუ ის კი სამი გამოვიდა ხო სწორი